64 დედამიწაზე. ბორჯომი თბილისიდან გაცილებით უფრო ახლოსაა ვიდრე 64, თუმცა სანატორიუმში მოხვედრა გაცილებით უფრო ძნელია ვიდრე 64-ში. ნოდარ დუმბაზე რო ჩამოვიდა, შევხვდით და ჩაგვიწერა ძალიან მოუკლედ, მაგრამ ყველაფერი იყო ნათქვამი. ჯანმრთელობისა და სიმშვიდის ოაზისი, სახელად ლიკანი. თვითონ ადგილი იყო საოცრად ლამაზი. ძალიან საინტერესო ცხოვრობდით და ვისვენებდით. სანატორიუმი ლიკანი, მეტი ვიდრე უბრალოდ დასვენება. ჯანმრთელობის სამინისტროში იყო ესეთი განყოფილება მეოთხე სამმართველო, რომელიც შეიქმნა საქართველოში 57 წელს. უზარმაზარი სამკურნალო კორპუსი იყო, სადაც კარგი ექიმები მუშაობდნენ და უჭნაწავის პრობლემებს ძალიან კარგად მკურნალობდნენ და დამსვენებლები. ყველა ჩინიანი და უჩინო ყველას ბორჯომში დასვენება უნდოდა და თანაც მეოთხე სამმართველოში. პეტრე იოსელიანი, მთავარი მასპინძელი ლიკანის სანატორიუმში. ყველას ეგონა, რომ პირველი სტუმარი იყო მისთვის ის. საოცარ ურთიერთობებს ამყარებდა ყველა დამსვენებელთან. ვისი მასპინძელი აღარ იყო ის კაცი. ყველას თავისი წილი პეტრე ყავდა. რამდენი სიკეთეა გაკეთებული მას ბორჯომში ვერ დათვლით. ჩვენ მოგმართა კითხვით და სურვილით, რომ მას სურდა აეშინებინა პატარა ეკლესია. ვეღიმებოდა, იმიტომ რომ ვიცოდითო თუ თქვა ბიძიკო, ესე იგი ამითი გვეფერებოდა. მერთმა უმრავლოს ისეთი პიროვნებები საქართველოს, როგორიც იყო ბატონი პეტრე იოსელიანი. ნახეთ, ეკა ხითარიშვილის დოკუმენტური ფილმი კვალი ნათელი, პეტრე იოსელიანი. კვირას, ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.